მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ გადაცემას ვენი ვიდის რუბრიკით. მე ვარ მისი წამყვანი სოსო სალუქვაძე და დღეს ჩვენ გველის კიდევ ერთი შორეული მოგზაურობა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ვეწვევით ერთ საინტერესო ქვეყანას ჩვენგან დაშორებულს, მაგრამ მის შესახებ უმეტესობას გვსმენია, რომელსაც ვიეტნამი ჰქვია. ამ მოგზაურობაში ჩვენი მეგზური ძალიან გამორჩეული და საინტერესო პიროვნება იქნება, ვისთანაც მეც ვეცდები, რომ თანამოსაუბრე ვიყო, ბატონი დავით თარხნიშვილი. ბატონი დავითი გახლავთ ზოოლოგი სპეციალობით, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფაკულტეტის დეკანიც ბრძანდებოდა, ამჟამად არ არის, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ის არის ერთ-ერთი ძალიან კარგი სპეციალისტი თავის დარგში და რაც მთავარია, მისი აქ მოწვევა, რა თქმა უნდა, იმან განაპირობა, რომ იმ ქვეყანაზე, რომელზედაც დღეს უნდა ვისაუბროთ, გარკვეული წარმოდგენა და არც თუ ისე მცირე წარმოდგენა და ასევე გამოცდილებაც და შთაბეჭდილებაც გააჩნია. მე სანამ მას გადავცემდე სიტყვას, ორ სიტყვას თქვენ კიდევ გეტყვით, რატომ მიმაჩნია, რომ ვიეტნამი საინტერესო ქვეყანაა. განსაკუთრებით ჩვენი თაობის ხალხისთვის, ხო, რომლებიც 60-იან, 70-იან წლებში მოსწავლეები მაინც ვიყავით. უნდა გითხრათ, რომ ვიეტნამი ყოველდღიური ახალი ამბების შემადგენელი ნაწილი იყო, იმიტომ რომ იქ მიმდინარეობდა ომი, საკმაოდ სისხლისმღვრელი. ისინი, ვინც ამ პერიოდს არ მოესწრო, მათაც ამის შესახებ გარკვეული რამ ეცოდინებათ, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ამერიკულ ფილმში ეს ეპიზოდი, ასე ვთქვათ, ისტორიული, საკმაოდ ფართოდ არის განხილული წარმოდგენილი და თავის სინდრომებიც კი ჰქონდა ამ ომს ამერიკელი სამხედროებისთვის და მოსახლეობისთვის. აქ მე შევწყვეტ, იმიტომ რომ ბატონი დავითი, დათო, ასე მოგმართავ, იმედია უფრო მარტივი იქნება. გაცილებით უფრო მრავალფეროვნად და კარგად მოგვიყვება ბევრ რამეს. დათო, პირველი კითხვა, როგორც წესი, ასეთია ხოლმე, რომ რატო, საიდან ვიეტნამი არ არის ის ქვეყანა და განსაკუთრებით გამოჩნდება ესეც, რომ როცა იყავით იქ, მაშინ ტურისტული ქვეყანა ფლად საერთოდ არ იყო. გთხოვთ. დიახ, ეს არის საკმაოდ ესეთი შემთხვევითი მოვლენა იყო, წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირი იყო სრულიად დახურული, საზღვარგარეთ გასვლა არ შეიძლებოდა და ამ დროს, ესე იგი, საბჭოთა კავშირს ჰქონდა რაღაც თავისი კვლევითი ცენტრები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ვიეტნამში. ძირითადად, როგორც მე მივხვდი, ესე იგი, ეს კვლევითი ცენტრი ემსახურებოდა იარაღის ტროპიკულ გამძლეობის შესწავლას. კი. მაგრამ ეს არის გვიანდელი გორბაჩოვის დრო. უკვე ხო, გორბაჩოვის დრო, პერესტროიკა და ამ დროს, ესე იგი, მათ ჩათვალეს, რომ კომერციულ რაღაც საფუძვლებზე უნდა გადაეყვანათ ეს თავისი ცენტრები. და ფორმალურად ეს ცენტრი უნდა ყოფილიყო მიმართული ცხოველების და მცენარეების ბუნების შესწავლისთვის. და შეაგროვეს აქა-იქ, ესე იგი, ზოოლოგები და ბოტანიკოსები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან და ესე იგი შესთავაზეს წასვლა ამ ვიეტნამში რაღაც გარკვეული პერიოდით იმ მიზნით, რომ თქვენ რა, ესე იგი, ცხოველების ამ მცენარეების ჯგუფსაც მუშაობთ, ნახეთ, ესე იგი, რა არის იქ კარგი და რა შეიძლება გაიყიდოს. კომერციალიზაცია იქაური ფლორის და ფაუნის. იქაური ფლორის და ფაუნის. საკმაოდ ესეთი რაღაც, მაგრამ ამ კომერციალიზაციას მაინც და მაინც სერიოზულად არ მოვეკიდე და მე ესე იგი, როდესაც აღმოაჩინეს, რომ არასოდეს ესე იგი მივაჭრია ამ ცხოველებით და მცენარეებით გაუკვირდათ, მაგრამ მე მაქსიმალურად შევეცადე იმ 4 თვის განმავლობაში, რომელიც იქ ვიყავი, რომ შემეგროვებინა ინფორმაცია, სამეცნიერო ინტერესით, რა თქმა უნდა და ეხლაც მიმდინარეობს იქ სხვადასხვა ქვეყნის. ნახევრად ხუმრობით გითხავთ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ ეს პროექტი სინამდვილეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხისთვის იყო. თქვენ ამასთან რამე შეხება გქონდათ ისროდით?
აბსოლუტურად, მაგრამ მე ვნახე რომ იქ ყოველი ესე იგი იყო დირექტორი თქვა ცენტრის და გვერდში ყავდა ვიღაც პოლკოვნიკები, რომლებიც ესე იგი სამხედროების მონაწილეობა საკმაოდ მოდიოდნენ და რაღაცას ესე იგი ვითომ ჭკვიანურს ამბობდნენ. და ანუ პოლიტიკური დამუშავება და მათ შორის სამხედრო გეოსტრატეგიული მიმდინარეობა. ხო, გეოსტრატეგიული, ну, როგორც ჩანს ისინი ესე იგი დიდად წარმოდგენა არ ჰქონდათ რა უნდა ვთქვათ ელაპარაკად. შემოდიოდნენ იქ ზოგჯერ და ამბობდნენ აი კარგად მუშაობთ რა. კარგი. ხო, და გასაგები და ჩემთვის ცოტათი არ იყოს გასაგებიდან ნაცნობს ვერ გეტყვით, მაგრამ გასაგები სიტუაცია. მე უბრალოდ ტელემაყურებელს ვეტყვი, რომ არ დაუმალავრო. მე ცოტა უფრო გვიან კი არა, რამდენიმე წლის წინ, 5 წლის წინ მომიწია იქ სამეცნიერო კონფერენციაზე წასვლა, ამიტომ ვიეტნამი ჩემთვისაც გარკვეულ, რა თქმა უნდა, ისეთი ნაცნობი არა, როგორც თქვენთვის, მაგრამ გარკვეულწილად ნაცნობი მხარეა და ამ თვალსაზრისით ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა თქვენი მოსმენაც და ხანდახან ჩართვაც საუბარში, იმიტომ რომ მეც ასე ვთქვათ, ვთვლი რომ რაღაც მეთქმის ამ თვალსაზრისით. კი, მით უმეტეს რომ ესე იგი, ну, ჩემი გამოცდილება არის საკმაოდ ძველი, ესე იგი 34 წელი გავიდა. მაგრამ საკმაოდ ფუნდამენტური. ამის შემდეგ, ну, სადღაც 4 თვის ესე იგი გამოცდილება არის სხვადასხვა ადგილებში, როგორც ქალაქში, ასევე ჯუნგლებში გარკვეული დროს და სხვა ესე იგი ბუნებრივ. დათო, რასაც ბრძანებ ახლა ძალიან საინტერესოა თუნდაც იმ მხრივ, რომ ის პერიოდი, რომელზედაც საუბარი გაქვთ თქვენ, ეს არის დაახლოებით 15 წლის მერე, რაც ომი დამთავრდა ვიეტნამში. ანუ არც თუ ისე ბევრი დრო იყო გასული, 2 ათეული წელიც კი არა. ნუ დღეს რა თქმა უნდა კიდევ გაცილებით უფრო მეტი დროა გასული და ვიეტნამი ძალიან შეიცვალა ალბათ. ეხლა ამის შედარების საშუალება თუმცა მეც მეუნებოდნენ, რომ ძალიან შეიცვალაო ვინც იყო იქ, თქვათ, აი ბოლო 5 წლის განმავლობაში. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვიეტნამი ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკის ქვეყანაც არის, სამხრეთ აღმოსავლეთი აზია საერთოდ კარგი, ასე ვთქვათ, ტენდენციით მიდის იქ ეკონომიკური განვითარება და ამ ფონზედაც მინდა გკითხოთ, რა ქვეყანაა? აი თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ ამ ქვეყნის შესახებ? არა მხოლოდ ეკონომიკურად, რა თქმა უნდა, არამედ მოსახლეობის კულტურის თვალსაზრისით სიამოვნებით მოგისმენთ. კი, ესე იგი, ну, ძალიან ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე ესეთი სტერეოტიპი დაიმსხვრა, როდესაც იქ ვიყავი, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ეს არის სრულიად გასაოცარი ადგილი, ეს არის სხვა მთლიანად სრულიად სხვა კულტურა, ესე იგი შენ გარკვეულ ადგილებში, როდესაც შენ ქალაქიდან გადიხარ, ну, ესე გრძნობ თავს რაღაც გარკვეულ ზღაპარში. მართლა, ესე იგი თან თქვენ ამ შემთხვევაში გადიოდით ქალაქ საიგონიდან, ხო? ქალაქ საიგონიდან, სამხრეთ ვიეტნამში. სამხრეთი ვიეტნამიდან ეს არის ხოშიმინი დღევანდელი. ну, კი ბატონო, ხოშიმინი, თუმცა ადგილობრივები მაშინ საიგონს ეძახდნენ, ხო? და მეორე მომენტი რომელიც იყო, ესე იგი, ну ჩვენ ვიცოდით, რომ ესე იგი ვიეტნამი არის გასაბჭოებული ქვეყანა და გარკვეული კლიშეები მქონდა მეც მაშინ მათ შორის რეჟიმული თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი გორბაჩოვის ესე იგი ბოლო წლები ეს ნიშნავს რას, რომ მთელი საბჭოთა კავშირი ძალიან ამაყი იყო იმით, რომ ესე იგი იქ რაღაცეები დაიშვა და აქვეყნებენ რაღაცებს. ნუ იქ ამერიკა დაამარცხეს პრაქტიკულად. ამაზედაც ორ სიტყვას ვიტყვით ალბათ. კი, რომელიც ის არის, რა ქვია, ნუ ეს ვიეტნამში, მაგრამ გორბაჩოვის დროს, რომ აი ეს არის საბჭოთა კავშირი არის, თქვა, ცივილიზებული ქვეყანა, იქ უკვე აღარ არის იქ რაღაც ცენზურა, შეიძლება ყველაფრის კითხვა, იქ სოლჟენიცინს ბეჭდავენ და ასე შემდეგ და ძალიან ესე რუტინულად დასცინოდნენ, თქვა, სხვა ესეთ პოსტსაბჭოურ რეჟიმებს. ალბათ ჩრდილოეთ კორეული რეჟიმი ამის სრული ღირსი იყო. მაგრამ დაახლოებით ესეთივე წარმოდგენა მქონდა ვიეტნამზე, შეიძლება უფრო ესეთი როგორც ჩრდილო კორეაზე. ну, თითქმის რა, როგორც ჩრდილო კორეაზე. ანუ თქვენს წარმოდგენაზე ამბობთ. ჩემს წარმოდგენაზე ვამბობ, მაგალითად, როდესაც იქ მივდიოდი, ერთი კვირით ადრე ტელევიზორში იყო რაღაც გადაცემა, რომ აი ვიეტნამში აკრძალეს ლამბადა, თუ გახსოვს, მაშინ ხიტი იყო ესეთი ლამბადა. ხო, რო ცეკვავდნენ ამ ლამბადას და ესე იგი ესეთი მე ვერ ცეკვავდი კარგად, მაგრამ მახსოვს. ერთი ესეთი კლიპი იყო, რომელიც იყო უაღრესად პოპულარული და ვიეტნამში ეს აკრძალესო და ხახახა, ესე იგი რა ესენი არიან. ჩამორჩენილები, ხო.
ესე იგი პირველივე საღამოს საიგონში, როდესაც თხანდას კუნძულზე თქვა დავსახლდით, ჩემი შტაბეჭდილება იყო რამე საღამოთი გავედი იქ რაღაც ამფიბიებს ვეძებდი იქვე ეზოში და საიგონის არხში მოდიოდა რაღაც ესეთი ჭყვიალე და ნატურებით მოფენილი და ძალიან ესეთი ხმაურიანი და მთელ ძალაზე აი ეს ლამბადას უკრავდა თურმე და სულმე არაფერიც არ იყო აგ. არა, არაფერიც არ ყოფილა აგ ძალზე. ამფიბიებმა რაო ლამბადას. ამფიბიები ყიყინებდნენ ხო ლამბადაზე ხო და რაც არის მნიშვნელოვანი, აი ზოგადად მინდა ვთქვა, რომ გაცილებით უფრო ღია აღმოჩნდა საზოგადოება ადგილობრივი შემთვალში. რეჟიმი, აი რეჟიმთან მე ესეთი პირდაპირი შეხება ალბათ არ მქონდა, გარდა ვთქვათ ვიღაც გამყოლების, რომლებიც დრო და დრო იყვნენ და ნუ იმათთან ახლა რაღაც პოლიტიკაზე და იმაზე დიდად არ ვესაუბრებოდი, მაგრამ რაც ეხება ესე იგი ადგილობრივ ხალხს, ესე იგი სადაც ვთქვათ კაფეებში, სადაც ჩერდებოდი ესე იგი რიქშები დადიოდნენ მათთან ხო ესე იგი ტაქსის სანაცვლო ესეთი ველორიქშები და მსგავსი მათთან ხშირად მქონია საუბარი და იყო აბსოლუტურად ესე იგი ისინი ღიად ლაპარაკობდნენ თავის შეხედულებებზე დასცინოდნენ ესე იგი კომუნისტურ რეჟიმს წინდათ როდესაც რუსები მათ უწოდებდნენ ამხანაგო ესეთო და აი გასაგებია. ძალიან საინტერესოა ხო, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ასე ვთქვათ თავისებურებები წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ვიეტნამელებთან ძალიან მცირე შეხება ჰქონდა გარდა იმისა, რომ მე მახსოვს კარგად უკვე 60 აი ომი რო დაამთავრდა 70-იანი წლების ბოლოდან არაერთ საერთო საცხოვრებელში მინახია ვიეტნამელი სტუდენტები საქართველოში ნაკლებად, თუმცა აქაც იყვნენ, მაგრამ უფრო რუსეთის ქალაქებში. სხვათა შორის ვიეტნამელები ჩილიელებიც იყვნენ, რომლებიც პინოჩეტის რეჟიმის გამოექცნენ და ნუ ამათ აფინანსებდა საბჭოთა კავშირი და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი. ეხლა რაზედაც ჩვენ საუბრობთ, ალბათ მოუხდება ამას, რომ ძალიან მოკლედ ვთქვათ და ვახსენოთ ის ისტორიული პერიპეტია, რაც ამ სახელმწიფოს გადახდა, იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ვიეტნამზე, როგორც აი ამ ომის, ასე ვთქვათ, ომში არსებულ ქვეყანაზე, ჩვენთვის ეს იმდენად ბუნებრივია, რომ ამის არის ჩვენი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს ნაკლებად არის ცნობილი. შენის ნებართვით მე ჯერ იმას ვიტყვი, რომ ვიეტნამი საკმაოდ ძველი ქვეყანაა, ჯერ კიდევ პალეოლითში არის დასახლებული მოსახლეობით და ასე ვთქვათ, ძველი კულტურის ხალხია და რა თქმა უნდა ის ჩინეთს ესაზღვრება და ჩინური გავლენა მასზე ადრეულ პერიოდებში, შუა საუკუნეებში საკმაოდ დიდი იყო. მეტიც მე რამდენიც ვიცი, ვიეტების ესე იგი პირველი დასახლება იყო სადღაც დღეს არის შანხაი. უფრო ჩრდილოეთ იქიდან მერე მოაწუნენ და ჩამოდენეს და სხვათა შორის ის რომ ისინი მეკონგის დელტამდე გავიდნენ, სწორედ იმის ბრალი იყო, რომ ჩინელები ავიწროვებდნენ მათ სულ უფრო და უფრო სამხრეთით, თუმცა ისე მოხდა, რომ მათ გარკვეულ პერიოდებში, განსაკუთრებით გვიან შუა საუკუნეებში, თავისუფლება მაინც ასე ვთქვათ შეინარჩუნეს, გუენის დინასტია მართავდა, მანამ სანამ ფრანგებმა არ მოახდინეს კოლონიზაცია ამ ტერიტორიისა, ამ ადგილის და არა მარტო ვიეტნამის, არამედ ინდოჩინეთის, ფრანგული ინდოჩინეთი, მაშინ ასე უწოდებდნენ. თუმცა ეს არ იყო ძალიან ხანგრძლივი პერიოდი, მაგრამ ფრანგული გავლენა დღესაც იგრძნობა მე მგონი. შემდეგ რა ხდება? შემდეგ ხდება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ტერიტორიაზე იაპონელებსაც ჰქონდათ თავიანთი თვალი დადებული და არა მარტო შესულებიც იყვნენ და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობა ხოშიმინის სხვათა შორის დამსახურებითაც ასე ვთქვათ, გამოაცხადა ვიეტნამმა, მაგრამ იყო ძალიან დიდი შიდა კონფრონტაცია, იმიტომ რომ ეთნიკურადაც ეს არ არის ერთგვაროვანი ხალხი. მართლად ერთგვაროვანი ნამდვილად არ არის.
ესე იგი რეალურად არა ვიეტნამი არის ორი თვითონ ვიეტნამური ენა მიეკუთვნება სინოტიბეტურ ესე იგი ენების ჯგუფს ანუ შორეული ნათესავი არის ჩინური სანტიბეტური ენის ამ დროს ესე იგი უმცირესობებიც რომლებიც ცხოვრობენ ვიეტნამის მთებში და სამხრეთი ვიეტნამის დიდი ნაწილიც არა გენეტიკურად არის მემკვიდრე ხმერული ჯგუფების ძირითადად ნუ სხვა ჯგუფებისაც იქ მიაო-იაო რაღაც ეგეთები მიაო-იაოს ენობრივი ჯგუფი და ხმერები ასევე ესე იგი მიაო-იაო ალბათ უფრო ჩრდილოეთისკენ და სამხრეთში ხმერული ჯგუფები კამბოჯა და სამხრეთი ვიეტნამი მსგავსი ხალხით არის არის დასახლებული თუმცა ძალიან მკვეთრი ესე იგი განსხვავება არის კულტურული. ნუ მაინც ესე იგი 85% მოსახლეობის მეტყველებს ვიეტნამურ ენაზე და ეს არის ძირითადი მოსახლეობა ყველა დიდი ქალაქის და ყველა ესე იგი ესეთი დიდი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის და ესე იგი ამის გარდა არის ვიეტნამი ძალიან გამოირჩევა ალბათ სხვა და აღმოსავლეთ აზიისგან ალბათ ანუ არ ვიცი შეიძლება მე არა შეიძლება შემასწორო რომ იქ ძალიან დიდი ევროპული გავლენა არის რომელიც მოდის ჯერ კიდევ აი სადღაც მე-16 საუკუნიდან კი ბატონო ნამდვილად ასეა იგივე ჰანოიში სადაც მე ვარ უკვე გამყოფი ეს იგრძნობა კიდევაც თუმცა აი მე-19 საუკუნიდან ეს უკვე კოლონიურ ხასიათს იღებს და არქიტექტურაშიც წარმოდგენილია და ასე შემდეგ ერთი საინტერესოა რომ ვიეტნამს რა თქმა უნდა ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავის ჩრდილო მეზობელთან ჩვენის არ იყოს. სხვა შორის მე რო უთხარ მე საქართველოს და შენც პატარა ქვეყნიდან ყოფილხარ რომ ამ დროს 100 მილიონი კაცი ცხოვრობს ვიეტნამში. 96 რა ხო რაღაც. ეხლა უკვე ხო დაახლოებით 100. მაშინ მე რო ვიყავი 80. 80 იყო ხო. ანუ უზარმაზარი ქვეყანაა 15-ულში შედის სტოპ. თუმცა ტერიტორიით არ არის. ტერიტორიით 300,000 კვადრატული კილომეტრი. ხა ევროპის კვალობაზე არა უშავს, მაგრამ ხო ნუ ეხლა სადღაც ესე იგი 4 საქართველოს კი ბატონო 4 საქართველოს ხელა და მათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს სხვათა შორის კამბოჯელებთანაც. იმიტომ რომ მე რაც ამოვიკითხე მიუხედავად იმისა რომ აი ეს ხმერული რაღაც ელემენტი თითქოს მონათესავე უნდა იყოს რუსეთ-უკრაინის არ იყოს უკეთეს შემთხვევაშიო ვიეტნამელები და კამბოჯელებიო ერთმანეთის არაკეთილმოსურნე მეზობლები არიან და უარეს შემთხვევაში მტრებიო. ასეთი გამოთქმა. ლაოსთან ნაკლებად სხვა. თუმცა ვიეტნამმა ხომ მოახდინა კამბოჯის ოკუპაცია, მაგრამ ამავე დროს ეს ოკუპაცია იყო, ნუ ეხლა ყოველთვის ოკუპაცია თითქოს ცუდია, მაგრამ 70-იანების ბოლოს 78-ში, მაგრამ ის რეჟიმი, რომელიც აღმოიფხრო ამ ოკუპაციის შედეგად იყო, ნუ მე ვფიქრობ, ბევრად უარესი წითელი ხმერები და პოლპოტი, ესე იგი, რომელმაც გაანახევრა ლამისა, ესე იგი, იმის პროტოტიპი დღეს ერთი კაცი ყავს აქ და იმედია იმასაც იგივე დაემართება. ხო და ნუ ხო. ასე რომ საინტერესო ისტორიული წარსულის და კულტურული წარსულის ქვეყანაც არის. ჩვენ ცოტა პრიმიტიულად უყურებთ ხოლმე ამგვარ ასე ვთქვათ ხალხს და ქვეყნებს, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის ასე. მე მინდა აი ამ ფონზე კიდე ასეთი კითხვა მოვქცე. მესმის რომ იქ სამუშაოდ იყავი, შენ გვერდით იარაღის გამძლეობას სტიდნენ, შენ იმას რა ქვია, ცხოველებს გამძლეობას ამოწმებდი და ამაზედაც ერთ-ორ სიტყვას თუ გვეტყვი ძალიან საინტერესოა, რა იყო ყველაზე უფრო ასე ვთქვათ დამამახსოვრებელი, მაგრამ მე მინდა ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება და მე თვითონაც ნახე დღეს განსაკუთრებით როცა ეს ქვეყანა უკვე ტურისტულ, ასე ვთქვათ, საკმაოდ მნიშვნელოვან ქვეყნად გადაიქცა ეკონომიკურადაც და ტურისტულადაც. რა არის საინტერესო ამ ქვეყანაში, აი კაცი თუ მოხვდა, ან თუ გადაწყვეტს ჩასვლას რომ ნახოს. ხო, შენი პერსპექტივიდან. ჩემი პერსპექტივიდან, ესე იგი, მე სამწუხაროდ არა ვარ დიდი ექსპერტი არქიტექტურის, თუმცა არქიტექტურა არის ძალიან სპეციფიკური, ძალიან საინტერესო, სრულიად განსხვავებული. ხუმრობით გეტყვი, თბილისელი მშენებელი ვითყოფილხარ. ხო და ნუ ძირითადად აი საგონის ცენტრი ეს არის, რა თქმა უნდა, კოლონიალური არქიტექტურა ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ არის
სპეციფიკური ორნამენტაცია ამ ყველაფრის არის ეს დრაკონები ნაციონალო კი ყველგან კი თქვა სახლებთან არის ნუ თვითონ ესეთი ლამაზი ძველი ცენტრი ანუ ურჩხულები და დრაკონები იქაც წამყვანი კი მაინც მიუხედავად აი ამ ევროპული არქიტექტურისა ეს ურჩხულები და დრაკონები არიან ყველგან არის ასევე თქვათ აი მეორე ქალაქი სადაც მე ვიყავი ეს არის ნიაჩანგი ნიაჩანგი ეს არის უფრო ჩრდილოეთისკენ თითქმის აი სამხრეთ ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში აი იქ სადაც ვიწროვდება ხო სადაც ვიწროვდება ესე იგი დანანგამდე დანანგის სამხრეთი ის დანანგი ძალიან საინტერესო ქალაქია ასევე რომელიც სადაც საზღვარი გადიოდა და ნიაჩანგი არის ესეთი ნუ აი ძალიან კარგი პოტენციალურად ქალაქი დასვენებისთვის იქაც არის ევროპული არქიტექტურა მაგრამ საზღვისპირო ესე იგი არის უზარმაზარი ბულვარი, რომელიც მიყვება მთლიანად წყნარ ოკეანეს, ანუ სამხრეთ ჩინეთის ზღვას, ну ფაქტიურად ეს სამხრეთ ოკეანე არის. იქვე არის, ესე იგი, აღარ მახსოვს დამავიწყდა რომელიღაც პრინცის, ესე იგი, სასახლე, სადაც შეიძლება ახვიდეთ, პაგოდის სტილში გაკეთებული ძალიან. მეც ამო მიკითხავს, მაგრამ არ მახსოვს, იმიტომ რომ ისევე როგორც მათთვის ჩვენი სახელების გამოთქმა ძველად ჩვენთვის არა ნაკლებ რთულია მათი სახელების დამახსოვრება. თუმცა ეგ არის შედარებით გვიანდელი, რაღაც 19 საუკუნის სასახლე არის. ესე იგი დანარჩენი სხვა ესე იგი სოფლის არქიტექტურა არის ორი სახის. საოცარია. აი ეს ეხლა ჩრდილოეთში გეტყვით როგორია და თქვენ აბა კი, აი სამხრეთში არის ორი სახის სოფლები. ესე იგი, როდესაც სამხრეთმა ფაქტიურად წააგო ამერიკელებთან ერთად ომი ჩრდილოეთთან და ესე იგი კომუნისტებმა ამერიკელების გამოცდილება ეს არის სამხრეთმა უნდა წააგოს. კი. ესე იგი, როდესაც კომუნისტებმა დაიპყრეს ეს სამხრეთი ვიეტნამი, იქ მოხდა ერთი მხრივ ძალიან მასიური რეპრესიები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, მით უმეტეს რომ ბევრი ან იყო სამხრეთ ვიეტნამის ჯარში ან მხარს უჭერდა მას სხვადასხვა ფორმით და ესე იგი ეს ხალხი დიდწილად იყო გაშვებული საკონცენტრაციო ბანაკებში ან თქვათ აი ეს აღსაზრდელ ბანაკებში როგორც გამოსასწორებელ ბანაკებში და მათ ადგილზე ჩაასახლეს უამრავი ხალხი ჩრდილოეთი ვიეტნამიდან და ვთქვათ იმ ტყეებში იმ მიმართულებით სადაც ჩვენ დავდიოდით ეს არის ბინხოა ქალაქი რომელიც აღმოსავლეთით არის თვითონ საიგონიდან და მერე იქიდან ჩრდილოეთში მიდის ეს უკვე ეს მადას ტყე იქ სოფლები ძირითადად იყო ესეთი ფალანსტერების სახით ანუ გრძელი რაღაც ხის ფიცრების შენობა სადაც ნუ არ ვიცი რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს როგორც ჩანს ესე დორმიტორული ტიპის სხედან ესე იგი ამ წინა იმაზე ბალკონზე და ნუ ეწევიან ჩიბუხს ყალიანს და მიირთმევენ რა თქმა უნდა ბრინჯს და თევზს ხო ნუ მიირთმევენ ესე იგი ხო ალბათ ბრინჯს და თევზს თუმცა ნუ ნადირობენ რა თქმა უნდა და ესე იგი სხვა რაღაცას ძალიან გარკვეული ნარკოტიკული ნივთიერება არის არ ვიცი ოპიუმი არის თუ არა მაგრამ ყველა ამას ეწეოდა მე აქედან ვასწრებ რომ არ გაგისინჯიათ თქვენ ხო აჰა არა მე ეს გავსინჯე სხვა შორის მაგრამ ხო მაგრამ მაგამდე არა ვარ დაწუნებული ხო და ერთადერთი ესე იგი მე ვიყავი და 9 რუსი ანუ ეს არის ჩვეულებრივი კულტურული ამბავი კი ესე იგი და ისინი აი წყლიან ბამბუკის იმას რა ქვია ეწეოდნენ იქ იყო რაღაც პატარა ბუშტი იმაში ჩადებული შავი და შემოგთავაზეს ასე ვთქვათ ნუ რუსებმა ესე იგი მოსკოველებმა ყველა მოარიქვა შეეშინათ ალბათ ვინმის და ასე არ ვიცი და ნუ ყოველ შემთხვევაში მეთქი მაიტა და ნახე დიდად ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ესეთი ვიგრძენი მაგრამ მანქანა როდესაც მოვიდა და ფეხზე ავდექი ვიგრძენი და ვეღარ გძნობ ჩვენ ესე იგი ფეხებს ანუ ხო ეფექტი ქონდა ხო ეფექტი ქონდა და რაც ეხება ესე იგი რეალურად, როდესაც ღრმად უკვე ტყეში მოგვიწია სიარული, არა, იქ აღმოვაჩინე, რომ არის სულ სხვანაირი სოფლები, ესე იგი, აი ბანანის ფოთლებით დაფარული
სახურავები. იმას რასაც ჩვენ ამერიკულ ფილმებშიც ხედავდით ხოლმე ჯუნგლებში რომ მიდის სამხედრო ოპერაცია. ტიპის სოფლები, სადაც ხალხი სხვათა შორის ლაპარაკობდა გარკვეულად ინგლისურად. ანუ, ჩემი ინგლისურიც არ იყო მაშინ ძალიან თქვათ წინწაწეული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ერთმანეთთან ჩვენ ურთიერთობდით და ძალიან საინტერესო. მე ეხლა ამას დავუმატებ ჩემს გამოცდილებას, როგორც ჩანს ჩრდილოეთშიც სხვა ტიპის სოფლებია, იმიტომ რომ სოფელი ზოგადად კარგად მოგეხსენებათ ბუნებრივ პირობებზე ძალიან არის დამოკიდებული. განსაკუთრებით მე დამამახსოვრდა ყველაფერი რა თქმა უნდა არ მინახია, მაგრამ საპაში ვიყავით. საპა ეს არის ჩრდილოეთი კურორტი, მოდი ახლა ასე ვთქვა, ტურისტული ადგილი დღეს უკვე ქალაქი პატარა, აი ბორჯომივით მაგალითად, ხო? რომელიც ჩინეთის საზღვართან ახლოა და იქ ძალიან ლამაზი ბრინჯის მინდვრებია. მინდვრები კი არა, ფერდობები უпростоრად. ეს ფერდობები, აი ფედი რაის, რასაც ტერასები, საოცარია. მე მართალია ვიყავი იმაში ზამთარში და ის ფერები, რომელიც ზაფხულშია თლათ ვერ ვნახე, მაგრამ მაინც ძალიან შთამბეჭდავია, რასაც უყურებ ეს წყალშემდგარი, ასე ვთქვათ, ახლად დარგული ბრინჯი, რომელიც საოცრად რთული ისა, მაგრამ იქვე აი ეს ბამბუკისგან გაკეთებული ჭიშქვილები, ხის სახლები, სხვა შორის ცოტა დეკორირებულიც, იმიტომ რომ იქ ახლა ტურისტი რომ მიდის, უცეკვავენ მღერიან და ასე შემდეგ. ზუსტად აი ამ რაღაც ზღაპრულ შთაბეჭდილებას ქმნის, თანაც ბუნება ძალიან განსხვავებულია. მათ შორის თუ კი მაგალითად იგივე სანაპიროზე ზოგიერთ ადგილას ხო იქ ერთ-ერთი უბეა ძალიან ცნობილი ჰალონგ ბეის ასე ვთქვათ ფარგლებში ისეთი ლამაზი კუნძულებია, სრულიად სხვანაირი წარმონაქმნები, თითქოს სოკოებივით ამოზიდული და მათ შორის რომ დაცურავ აბსოლუტურად განსხვავებულ, ასე ვთქვათ, პერსპექტივას იღებ. აი ამაზე მე მინდა დავამატო, რომ რელიეფი არის საერთოდ განსხვავებული. ანუ ჩვენ შევეჩვიეთ, რომ მთა მაგალითად არის, ესე იგი ესეთი ქედი, სადაც ცალკეული მწვერვალები არის აღმართული. იქ არის აი პირდაპირ შეიძლება 0-ზე იყოს და ესეთი კონუსები, ზუსტად ხო, როგორც აი ვთქვათ, არ ვიცი, ბავშვის ნახატში და მორფოლოგია არის სულ სხვა და როგორც სხვა შორის აი აღმოსავლურ ფერწერაში. აბსოლუტურად ფერწერიდან როგორც ვიცით. და ეს ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან სხვანაირი ისა. ეხლა იქ არის უზარმაზარი მღვიმე, სადაც ასევე ნავით შედიხარ და კი, ვიცი, ყველაზე დიდი მღვიმე აღმოაჩინეს ვიეტნამში. კი, ამბობენ რომ სოფლიოში უდიდესია. აგერ სამხრეთით უკვე სადაც თქვენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, მეკონგის დელტა ალბათ სრულიად საოცარი ადგილია. იქამდე სამწუხაროდ ვერ მივედი, მაგრამ პრინციპში აი მეკონგის საიგონში უკვე იგრძნობა ეს მეკონგის დაბლობის გავლენა, ფაუნაც და ესე იგი. შემდეგ ჩვენ ვახსენეთ აი დანანგი ქალაქი. დანანგში თურმე თუ კი მოხვდები სამწუხაროდ მე ამ შემთხვევაში მე ვერ ჩავედი იქამდე ცოტა უფრო ანუ შორს ვიყავი ჩრდილოეთით. დანანგში არის ორი გამორჩეული ხიდი. ერთი არის სწორედ ამ დრაკონის ხიდი, რომელიც 2 წუთის განმავლობაში მასაც კი უშვებს, სამატარებლო ხიდია და მეორე ეხლა ხანს გააკეთეს, ალბათ სიმბოლურიც არის. ხიდი, რომელიც ორ ხელოვნურ უზარმაზარ ხელს ეყრდნობა. კი, სხვა შორის სადღაც Facebook-ზე მაქვს. ეგ არის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იმისი და ძალიან მინდოდა ამის ნახვა, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა იარო, იცი რა, გაწელილი ქვეყანა არ არის ესე მარტივი ერთი ადგილი, ალბათ აი შევადარებდით ჩილეს, მაგალითად, რომელიც ესე არის საკმაოდ მერიდიანულად გაწელილი. ჰანოი თავისთავად საინტერესო აი საიგონზე რაც თქვი, ჰანოისაც ნაწილობრივ ეხება, იმიტომ რომ ფრანგული კოლონიალიზმის, ასე ვთქვათ, კვალი, ეს პაგოდები და ასე შემდეგ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სხვა შორის აქ რელიგია ძირითადად ორი მიმართულებიდან შემოვიდა, ჩინეთიდან კონფუციანიზმი და ბუდიზმი ძირითადად ინდუიზმი, მაჰაიანა ბუდიზმი სამხრეთიდან და ეს ბუდიზმი არის
თუ კი ასე ვთქვათ, რელიგიურად შევხედავთ, ამათ ყველაზე უფრო გავრცელებული რელიგია, თუმცა ბევრი აღერიცხება, რა კი სოციალისტური რესპუბლიკაა, ვიეტნამი ოფიციალურად როგორც ათეისტი. მაგრამ სინამდვილეში ხო, როგორ არის? თუმცა ესე იგი რეალურად იქ არის წინაპრების კულტი, რომელიც მსგავსია იმაში, რაც მაგალითად იაპონიაში და ზოგიერთ სხვა ვთქვათ, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. და ხალხი, რომელიც არ არის, რომელიც მიყვება ამ კულტს და მას არ აქვს ეს ცენტრალიზებული სტრუქტურა, როგორც თქვა და ესე დიდ რელიგიებს და შესაბამისად ხალხი, რომელიც ამ რელიგიას მიყვება, სახელმწიფო მათ წერს ათეისტებად. გასაგებია და რაც ეხება ეს ალბათ ხო, ეს ლატენტური, ასე ვთქვათ, ხო, წმენის გარკვეული კი, ალბათ ლატენტურად არიან წმენის მიმდევრები. კი, ალბათ რაღაც გარკვეული ათეისტების წილიც არის, როგორც ყველგან ცხადია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რეალურად სხვათა შორის აი საპაში და ჩრდილოეთში მე რო გითხარით, ალბათ მარტო იქ არა, შამანისტებიც ვნახეთ. ერთი ახალგაზრდა გოგო იყო ჩვენი თარჯიმანი, ჩვენი ჯგუფის, რომელიც ამ მის ბრინჯის მინდვრების ექსკურსიაზე ვატარებდა და სოფელიც გვანახა, ძალიან საინტერესოა. აბსოლუტურად სხვა სტრუქტურაა და ამ იმაში გითხარით კიდევ ეს როცა ესე ერთმანეთში ვსაუბრობდით, ნაწვიმარზე წავედით იქ და ეს ტერასული ფერდები ტალახით გაჯერებული ისეთი იყო, რომ სუს რეალით ტალახით ტალახში ამოგამკულმა მოვიარე ეს ადგილი, მაგრამ ძალიან საინტერესოა როგორ ცხოვრობენ. აი პრიმიტიული, ასე ვთქვათ, ყოფის ერთ-ერთი ნიმუში და მაგ ვითხრა, რომ ჩემი ოჯახი შამანისტები ვართო ჩვენ და აქ ბევრი ოჯახი. ეს ამ სიტყვას იყენებენ შამანისტები. კი. ინგლისურად ყოველ შემთხვევაში, როდესაც გვეუბნებოდნენ ვინ არიან და თუ გაინტერესებთ, თუ წამოვბრძანდით ჩემთან სახლში განახებთო, როგორ ცხოვრობთო და მართლა ძალიან შეჭირვებული, ასე ვთქვათ, სოფელი იყო მიუხედავად იმისა, რომ ეს ტურისტულ ადგილას და მათი ძირითადი შემოსავლის წყარო ამ შემთხვევაში იყო ტურისტების მომსახურება. ასევე ესე იგი ძველი მაგალითად არის ბანა ხალხი, ბანარები ან ბანა, რომლებიც სამხრეთ ვიეტნამის მთებში ცხოვრობენ, დანანგის, ვთქვათ, ქალაქ დანანგის ირგვლივ და იქაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან ამგვარი ესეთი ხმერულად ლაპარაკობენ და შესაბამისად. რაც ეხება საიგონს თვითონ, იქ არის, აი მე არ ვიცი როგორ არის ხანოიში, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილება არის, რომ ქრისტიანები, კათოლიკები არიან, თითქმის იგივე რაოდენობით. ეკლესიებიც კარგად არის წარმოდგენილი, თუმცა ბუდისტური არის, მაგრამ ესე იგი თვითონ აი ადგილობრივებთანაც საუბარში, ყოველ შემთხვევაში იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩრდილოეთში არის ბევრად ნაკლები ქრისტიან, ესე იგი კათოლიკები, ვიდრე სამხრეთში და სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ ასე იყოს, კი, ნამდვილად ასე იქნება. და ძალიან ესეთი სხვა შორის სასიამოვნო სურათი იყო დილაობით, როდესაც ახალგაზრდა ესე იგი ეკლესიაში მიდიოდნენ თავისი პატარა მოტოციკლეტებით, თეთრად გამოწყობილი ამაზე კი კარგი სანახაობა იყო, მაგრამ ამაზე კი ერთი-ორი სიტყვა უნდა მე ესეთი მოძრაობის პატერნი ნიმუში როგორც ნახე, ხანოიში არ ვინახია. მოტოციკლეტებით, გადაჭედი ბროუნის მოძრაობა. აი, სუბტა ბროუნის მოძრაობა, მაგრამ თვითრეგულირებაზე, ანუ ჩვენ რო ვამბობთ, რომ თბილისში რაღაც, თბილისი იმასთან შედარებით არის, მე არ ვიცი. მიუნხენი, ჰანოვერი და ანუ ეხლაც, აი 5 წლის წინაც. ეხლა, აი იმდენად საოცარით, მაგრამ ამავე დროს იმდენად საინტერესო და გასართობია, თან ერთმანეთს უთმობენ რაღაც, მაგრამ აი ეს ასე ვთქვათ, კი, მაგრამ არის აი დაახლოებით ეს მანქანებიც საკმაო რაოდენობით არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსიც რაღაც, მაგრამ აი ეს ვინსაით მიდის, ვინს როგორ ეს ძალიან დარჩება ასე ვთქვათ, ნახველს. თალში ისევე როგორ ძველი ჰანოი ძალიან მომეწონა მე იმ თვალსაზრისით, რომ აი ეს კულტურა იმაში რესტორნებისა, პატარა ქუჩების ზდომის ალბათ საიგონში კიდევ უფრო მძაფრად ძალიან, ესე იგი ფაქტიურად შენ მიდიხარ ქუჩაში, ესე იგი აი ამ თხანდას კუნძულიდან ზოგჯერ ცოტა შორი იყო თქვა ცენტრამდე, მაგრამ ფეხითაც ინტერესის გამო, ვსეირნობდი იქ და შესაბამისად იქ წარმოიდგინე როგორი სახლები არის, იქ არის ჩვეულებრივი ესეთი
ქუჩისპირა დასახლება, სადაც არის ყველაფერი, ესე იგი იყიდება ტანსაცმელი, კომერციალიზებული სივრცე და სახლები, სადაც ესე იგი, რომელთაც აქვს სამი კედელი, ხო, ფაქტიურად წინა კედელი არ არის, იქ არის რაღაც ფარდა, იქ არის ფარდაზე იქ ქალი ზის და ბავშვს ესე იგი მკერდს აჭმევს და აი დაახლოებით ეგეთი სურათი და ესე იგი დრო და დრო არის ესეთი პატარა კაფეები. და ესეთი კაფეები, რესტორნები, რომელზეც თქვა ხორცი გამოაქვს და შენ თვითონ რო უნდა შეწვა და და მაშინ სხვა შორის ესე იგი ეს არა ადგილობრივი ხალხი არ იყო იმდენად ხშირი და როდესაც თქვა მიდიხარ შენ ძალიან ესე მეგობრულად რაღაცნაირად კი თხოვენ რომ მოდიო ძალიან მეგობრული გახსნილი ხალხია მე მართალი გითხრათ იმაშიც ვიყავი ერთ-ორ მუზეუმში სადაც აი ეს ომის დროინდელი ასე ვთქვათ ვითარება არის აღდგენილი ვთქვათ იქ ამერიკელები როგორ გამოიყურებოდნენ თვითონ იქ დამწყდეული ასე ვთქვათ ტყვეები და რაღაცა და მაგრამ იწევს გარკვეულ სიბრალულსაც რომ ამ ხალხს ესეთი საშინელება რატო დაატყდა თავზე როდესაც ისინი საკმაოდ მეგობრული, კარგი, ღია და კეთილგანწყობილი არიან, მათ შორის ტურისტების მიმართ. ნამდვილად, ხო. ვაჭრობაც, ისეთია, ცოტა აღმოსავლური, უფრო უნდა ევაჭრო და იაფად იყიდი ბევრ რამეს. მით უმეტეს ახლა ტანსაცმელის ბრენდები იქაც არის უკვე წარმოდგენილი და იაფათაც შეგიძლია ის ბაზარზე. მაშინ ყველაფერი ძვირი იყო და ცხადია რომ მეც რაღაც ვაჭრობდი და რაღაც ესე იგი ვიყიდე რაღაც იაფათაც. ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისითაც ეს ყოველივე. დათო ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ვერ გაგიშვებ ისე რომ ორი სიტყვა მაინც ვერ არ მითხრა იმაზე რა ცხოველები ხო ესე იგი პირველი მე ალბათ მოგიყვები სად და სად ვნახე ცხოველები არის 3 4 შეიძლება ეს ერთი არის პირდაპირ აი იმ ძველი ჩვენ ცხოვრობდით ძველი ამერიკული მფრინავების ყაზარმა იყო კუნძულ თხანდაზე საიგონში სადაც სასტუმრად იყო ქცეული და რაღაც კონდიციონერები იყო და ნორმალური საცხოვრებელი. ანუ ამერიკული სტანდარტებით, ამერიკული ჯარისკაცის სტანდარტებით. რაც ეხება ესე იგი იქვე ეზოში იყო ძალიან აი ეს რა ვქვია, ძალიან საინტერესო ბაყაყები იყვნენ აი ეს შლამის თუ ლამის ხტუნიები თუ იცი ეს თევზები რომლებიც ზარბიან ხმელეთზე მინახია კი დახტიან საინტერესო სანახავებია როდესაც ეპარები ის ესე იგი კი წყალში კი არ იმალება ესე ხტება წყალში და წყლის ზედაპირზე მირბის და ამოხტება მეორე მხარეზე ორი ცალი დავიჭირე მყავდა თბილისში ჩამოიყვანე ვერ ჩამოვიყვანე გავუშვი ხო და ესე იგი ამის გარდა იყო ძალიან საინტერესო ადგილი, სადაც ბევრი აი ჩემი ვთქვათ რა უნდა გამეკეთებინა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ეს ცხოველები შემეგროვებინა. ანუ იყო მაშინ, არ ვიცი, ახლა ალბათ უფრო მკაცრი კანონებია ბევრად, მაშინ იყო ბაზარი, რომელიც იყო რკინიგზის სადგურთან საიგონში, ესეთი დახურული სივრცე, სადაც იყიდებოდა ყველაფერი. ესე იგი ზოგჯერ აი მართლა საცოდავი შესახედავი იყო, იმიტომ მაგალითად გიბონი, წარმოიდგინე გიბონი ადამიანის მაგვარი მაიმუნი და ჯაჭვებში, ესე იგი ეს საწყალი გიბონი იჯდა დატყვევებული ესე მოწყენილად. იყო მარტორქა ფრინველები, რომელიც პირველად რაღაც ფიტული მეგონა, იმიტომ რომ არ ვიცი ესეთი უზარმაზარი ნისკარტი აქვს და ეს შთაბეჭდილება რომ უნდა დაეცეს ხლა ამ ნისკარტზე, მაგრამ არის ჰაერით გავსებული და ის და უამრავი ესე იგი გეკონები, ხვლიკები, შენი მაინც პროფილი უფრო ქვეწარმავლები ალბათ და ამფიბიები, ხო. ძალიან საინტერესოა. უამრავი და იყო ძალიან იაფი სხვა შორის, იმიტომ რომ როგორც მე მესმის, ხშირად მათ იყენებენ უბრალოდ საჭმელად. ხო და შესაბამისად საჭმელად გამოყენებადი ეს ცხოველი არის ბევრად უფრო შხამიანი გველებიც არის და ყველაფერი ესეთი და ბოლოს ესე იგი ჩვენ მუშაობდით მადას ტყეში და მადას ტყე და ეხლა მე არ ვიყავი იქ მისული, მაგრამ ნაკრძალი კატიენი ეს არის ადგილები, სადაც შეიძლება შენ ნახო პირველადი
ეკვატორიალური ტყის დიდი ნაკვეთები, სადაც არის უზარმაზარი დიფტეროკარპები, უზარმაზარი ხეები, რომლებიც რადგანაც ნიადაგი ფაქტიურად არ არის ტროპიკულ სარტყელში, ხო, არის თიხა ფაქტიურად, იქ არის ტერმიტები, რომლებიც მთლიანად ანადგურებენ ნეშომპალას და ესე იგი ეს იმაში რა ვქვია, ნიადაგში აღარ გადადის და ეს ხეები ფაქტიურად დგას მიწაზე, მათი ფესვები ჩარჭობილი არის და აქვთ ფიცრის ფორმის ფესვები. არის უზარმაზარია ესეთ სამკუთხედი ფიცრები არის, რომლებიც ამ ხეებს იკავებენ ვერტიკალურ მდგომარეობაში. ძალიან საინტერესოა. რატო, იმდენად საინტერესოა, რომ კიდე სიამოვნებით ერთ ამდენ დროს დაუთმობდით და აგერ ვხედავთ, რომ თუნდაც ესეთი ნაკლებად ცნობილ ქვეყანაზე რამდენი საინტერესო რამის გაგონებაა და მოსმენა შეიძლება. მაშინაც კი თუ კი ნამყოფი ხარ იქ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის არ იქნება უინტერესო ეს ჩვენი საუბარი და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, მადლობა მაყურებელს, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა სოსო. Yeah.